გამარჯობა, მე ვარ საინფორმაციო ცენტრების ქსელი ჟურნალისტი გელა მთივრიშვილი, წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ გადაცემას. დღევანდელი ჩვენი სტუმარია გიორგი კოცირიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ყოფილი რექტორი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე უნივერსიტეტში არსებული პრობლემებზე, მოგვარების გზებზე და იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომლის მოწმენით დღეს კიდევ ერთხელ გავხდით. ვიდრე ჩვენ სტუდიაში შევიკრიბებოდით და ბატონ გიორგის მოვიწოდით, მე პირადად ვესწრებოდი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატების პროგრამის პრეზენტაციას. რექტორობის კანდიდატების პროგრამების წარდგენა ხდებოდა ნახევრად ცარიელ დარბაზში და საერთოდაც ერთ-ერთი კანდიდატის პროგრამის წარდგენა მოხდა დაახლოებით 10-12 კაცის შემადგენლობით. ძირითადად ესწრებოდნენ აკადემიური საბჭოს 5 წევრი. თვით რექტორის მოვალეობის შემსრულებელიც კი არ ისმენდა კონკურენტების პროგრამებს. უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ პირადად შევთავაზეთ სტუდიაში მოსვლა და გადაცემაში მონაწილეობა როგორც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებს, ასევე რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირმა შიოშვილს, რომელიც თვითონაც არის რექტორობის კანდიდატი და იყრის კენჭს. ყველა მათგანმა გითხრა უარი. პირველი კითხვა ბატონ გიორგი, რითაც მინდა მოგმართოთ. თქვენ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდით 2010 წლის სექტემბრის ჩათვლით, ასე ვთქვათ. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უნივერსიტეტმა შეიცვალა რამდენიმე რექტორი. თქვენ შემდეგ იყო თინათინ ჯავახიშვილი შემდეგ იყოს ავთანდილ ღელაღუტაშვილის შემდეგ მოვალეობას ასრულებს ახლა ირმა შიოშვილი და აგერ კიდე სხვა მოვალეობის შემსრულებლებზე რო არა ვთქვათ, რომ აღარაფერი ვთქვათ. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ეს ხშირი ცვლა, რა თქმა უნდა, უარყოფითად არის ასახული უნივერსიტეტის განვითარებაზე. მით უმეტეს თუ ჩვენ ვისაუბრებთ ნორმალურ დაწესებულებაზე, მოგვარებულ პრობლემებზე, სტრატეგიულ გეგმაზე, რომლის შესახებაც ჩვენ ქონდა საუბარი 5 წლიანი თუ 7 წლიანი და ასე შემდეგ, ნორმალურ პირობებში უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელების შეცვლა არ უნდა იწევდეს აი ამ ხელა კატაკლიზმებს უნივერსიტეტში. რას გულისხმობთ, რომ თქვენ დღეს თქვენ ხვალინდელ არჩევნებში კენჭს იყრიდით, თუმცა დღეს მას შემდეგ რაც დაასრულეთ თქვენი კონცეფციის პრეზენტაცია, უარი განაცხადეთ არჩევნებში მონაწილეობაზე. დიახ. მე ვსნიმ ჩემს კანდიდატურას რექტორის თანამდებობაზე. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არის ჯოჯოხეთური შრომა, რომელიც ეს არის ომში წასვლა და სხვა აბსოლუტურად არაფერი ამ თანამდებობაზე მოსვლა. მე ძალიან არ მინდა რომ ვიყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. პრაქტიკულად უკონკურენტოდ დატოვეთ რექტორის მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი, იმიტომ რომ ჩვენ ვესაუბრეთ აკადემიური საბჭოს წევრებს და მათ თქვეს, რომ დანარჩენ ორ კანდიდატურას, საუბარია ქორთუაზე და სეხნიაიძეზე, არ იცნობენ და პრაქტიკულად თქვენ და ირმა შიოშვილს უნდა გაგეწიათ ერთმანეთისთვის კონკურენცია. ძალიან მძიმე არჩევანის გაკეთება გვიწევს იმ მხრივ, უბრალოდ მათ შორის საუკეთესო სამორჩევა, იმიტომ რომ ორს მათ შორის არ ვიცნობთ. პირადად მე არ ვიცნობ იმ ორს. მხოლოდ უნდა დავერქვნო მხოლოდ სიტყვებს და ეხლა ის სიტყვები რამდენად რეალურია არც ეგ არ ვიცი. თქვენი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ირმა შიოშვილი არის უკონკურენტო ვითარებაში. რატომ გადაწყვიტეთ კანდიდატურის მოხსნა? დიახ. დიდი მადლობა, თავისთავად ცხადია, რომ ეს კითხვა დაისმებოდა. საერთოდ ადამიანი, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას ღებულობს და მათ შორის მეც წინასწარაა გათვლილი, რას შეძლებს, რას ვერ შეძლებს, რამდენად უღირს მას ამა თუ იმ სამსახურის თავიდან დაწყება, მით უმეტეს მეორედ შესვლა იმ დინარეში, რომელშიც ერთხელ უკვე იყო. ჩვენ თელავის და არა მხოლოდ თელავის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ას ვეცით პატივი, როდესაც დავთანხმდით და შევიტანეთ განცხადება რექტორის თანამდებობის დასაკავებლად და შესაბამისად ამ განცხადებასთან ჩვენ შევიტანეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც იყო არა ლოზუნგების, არამედ კონკრეტული ნაბიჯები და ღონისძიებები დამეთანხმებით ალბათ თქვენ, დეტალურად იყო გაწერილი თუ რა უნდა გააკეთოს უმაღლესმა სასწავლებელმა იმისათვის, რომ იმ მძიმე სიტუაციიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება, ამოვიდეს. ამის შემდეგ, ეს მოხდა 12 მარტს, ამის შემდეგ ძალიან ისეთი კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა მოვლენები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თავისთავად ცხადია, გვინდა ამ გეგმის განხორციელება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მზად უნდა იყვნენ მთელი რიგი გამოწვევების თავის თავზე ასაღებად. სამწუხაროდ მე ამ პერიოდის განმავლობაში ასეთი მზაობა
მე უნივერსიტეტში ვერ დავინახე. მე არც ვფიქრობდი რექტორის თანამდებობაზე, კიდევ მე ხარ კენჭი, იმიტომ რომ ადამიანებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ სხვამაც იყაროს კენჭი. შესაბამისად, მე რომ ხედავდნენ ესენი მძიმე მდგომარეობას, რომელიც უნივერსიტეტში იყო, არ გამომდიოდა მე რომ ამ ადამიანების აზრი არ გამეთვალისწინებინა და ამიტომ დავთანხმდი. ამიტომ აქტიურად ჩავები ამ პროცესში, აქტიურად ჩაბმა ნიშნავს ამ ადამიანებთან ერთად საქმის გაკეთების პირობის დადებას, რომ ამას გააკეთებ, ამას. და თავიდან არ იცოდით, რომ ეს მზაობა არ ექნებოდა, თქვენ წეგან ბრძანეთ, რომ მზაობა ვერ დავინახევათ. რესურსი ვერ მოგხვებოდათ იმ გეგმის შესრულებაში, რა გეგმაც წარმოადგენთ? გეტყვით. როდესაც 2004-2010 წლებში ჩვენ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდით, მაშინაც არანაკლებ ძიმე მდგომარეობა იყო და პრაქტიკულად ერთპიროვნულად გვიხდებოდა საქმის გაკეთება დასაწყისისათვის და შემდეგ მოახერხეთ ამ გუნდის ჩამოყალიბება, რომელმაც სერიოზული ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. დღეისათვის სამწუხაროდ ეს გუნდი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ყავს. შესაბამისად, როდესაც შენ შედიხარ კაბინეტში ძალიან მარტივად, სანამ კაბინეტში შეხვალ, შენ პროგრამის პრეზენტაციას აკეთებ, შენ უნივერსიტეტის თანამშრომლებს ეუბნები, რომ ამას გავაკეთებ, დღეს როგორც სხვა კანდიდატებმა თქვეს და თქვათ აგირჩიეს. მე როგორ გააკეთებ? აი იმ პრობლემებით, რომელიც არის ანუ რესურსი შიგნით. ეს თავიდან არ იცოდით, მაშინ თქვენი კანდიდატურა რატომ დააყენეთ, უბრალოდ მე ვერ ხვდები. ხო, ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ჩვენ ეს გეტყვით. ახალი ხომ არ იყავით შესული? გეტყვით, ესე იგი, მე მზად ვიყავი ისევ, რომ მე ეს ჩემი თავზე ამეღო აბსოლუტურად ყველაფერი ისევ ახალი გუნდის ფორმირების კვალობაზე, მაგრამ ეს გუნდი არ გამომყვა საქმის გასაკეთებლად, ეგ ერთი და ეს აკადემიური საბჭოს წევრებთან საუბარშიც აისახა, რა ძალა გაქვს ვიღუპებით და დაიღუპოს, დაიქცეს. ასეთი რატო გინდა დაუპირისპირდი ამდენ ხალხს, სადაც სხვა იქაც შენ და აი ასეთი მიდგომებით. გამომიხარდა მეუბნები, ვაშენებ ქვეყანას. კი, მაგრამ მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დავინახე საშენებული ქვეყანა. ამაზე შეურაცხყოფა აღარ მინდა. კაცი უდაბნოში რომ მოხდება ყვირის მიშვერეთო, კი იცის ვერავინ რომ ვერ უშვებს, მაგრამ მაინც ყვირის. დაღუპვის შიში აღებს. სწორედ ასე ვარ ახლა მეც. კი ვიცი რომ ამათ არაფერი ეყურებათ, მაგრამ მაინც ყვირი. უნივერსიტეტის დაღუპვის შიში აღებს. მე მზად ვიყავი ისევ ამ საქმეების გასაკეთებლად, ისევ ახლა ამ გუნდის ფორმირება, მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ საქართველოში დღეს არის საკმაოდ ძიმე მდგომარეობა, ძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაც გახლავთ საქართველოს მთავრობის განკარგულება 2005 წლის 6 მარტის 422 კამრების შემოწერის შესახებ, რომელიც პრაქტიკულად ყველა საჯარო დაწესებულებას და არამხოლოდ საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს, რომ და არამხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯები, აქ შრომის ანაზღაურების მუხლით, მე პირდაპირ ციტირებას გავაკეთებ, შრომის ანაზღაურების მუხლით 2015 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 2014 წლის საკასო ხარჯს. ანუ და ამასაც დავამატებ, რომ მე ჩვენ ვიღაცამ არ გვისაყვედუროს სამხრივი ინფორმაციის მიწვდაში, ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისგან გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა გამოწვეულია ორგანიზაციის ფუნქციებისა და კომპეტენციის ზრდიდან გამომდინარე გაზრდილი შრომის ანაზღაურების ფონდით. ანუ მეტი სტუდენტი უნდა მიიღო იმისათვის, რომ ფონდი გაიზარდოს. შესაბამისად, სტუდენტების გაზრდა როგორ ხდება? სტუდენტების გაზრდა ხდება ორი ღონისძიების გატარებით, არსებულ პროგრამებზე სტუდენტების მოზიდვით და მეორე ახალი პროგრამების შეთავაზებით სტუდენტებისათვის. უნივერსიტეტში დღეს დასაქმებული ადამიანების რესურსი ამ 64 პროგრამას ხმარდება და შედეგი არის რაც არის. შესაბამისად, შენ უნდა შესთავაზო რეგიონს თუ საქართველოს თუ უნივერსიტეტს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები. ახალი საგანმანათლებლო პროგრამებს ჭირდება ახალი აკადემიური პერსონალი, რომლის ხელფასის გაცემას აი ეს მთავრობის ეს დადგენილება პრაქტიკულად შენ არ გაძლევს საშუალებას, იმიტომ რომ არ უნდა გასცდეს 2014 წლის საკასო ხარჯს. ამას დავამატებთ იმასაც, რომ ახლა გასულ წელს ჩატარდა აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი, 23 აკადემიური პერსონალით მეტი
იქნა უნივერსიტეტში მიღებული და ეს საკასო ხარჯი ისედაც მეტია უკვე. გაზრდილია ისედაც უკვე. ეს სხვა უმაღლესი მე მესმის ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, სხვა უმაღლეს სასწავლებლებს აქვს საკმაოდ მოწესრიგებული ამ მხრივ, იმიტომ რომ მაგალითად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროგრამების მხრივ აქვს დაახლოებით 190 პროგრამა თუ არ ვწდები, სულ მცირე 190 პროგრამა. ამას მე თელავში არის მხოლოდ 64. ბოლო რამდენი წელი ახალი პროგრამა არ დამატებია? აი მე მაგას გეტყვით, ესე იგი 2004-ში ჩვენ უნივერსიტეტში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა 18 საგანმანათლებლო პროგრამა, 2010 წელს მე დავტოვე 64 საგანმანათლებლო პროგრამა. და 2015 წელს თქომერობით არის 64 ამდენი 64 საგანმანათლებლო პროგრამა. ამას რომ თავი დავანებოთ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ სასწავლო კვლევითი უნივერსიტეტი. ანუ აქ არ არის უნივერსიტეტის სტატუსისათვის შესაფერისი სპეციალობებიც კი. დღეს იგივე თქვენი პროგრამის, თქვენი ის მეორე რექტორობის მეორე კანდიდატის პროგრამის პრეზენტაციაზე თვითონ ლექტორების მხრიდანაც არ იყო ინტერესი. ანუ აღარაფერი რომ აღარ ვთქვა სტუდენტებზე. თქვენი პროგრამის წარდგენის დროს დაახლოებით 9 იყო დარბაზი და მეორე კანდიდატის წარდგენის დროს საერთოდ 10 კაცი დარჩა დარბაზში. როცა უნივერსიტეტში არ აინტერესებთ რექტორობის კანდიდატი რა პროგრამას წარადგენს, ოღონდ არა მხოლოდ თქვენ გუშინაც ასე იყო. ანუ არ აინტერესებთ ისევე როგორც მასწავლებლებს, ასევე სტუდენტებს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხაზი გაუსვი დღესაც. პრობლემა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის დიდ ნაწილს სამწუხაროდ. პრობლემა ის კი არ მიაჩნიათ, რაც არის პრობლემა. არამედ პრობლემა ის არის, ვინც ამ პრობლემას ხედავს. საუბრობს? ვინც ამ პრობლემაზე საუბრობს. ადამიანები ამთავრებენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტს და ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისგან რა არის ნიუსი, ახალი ამბავი და რა არის პრეს-რელიზი. არიციან წინადადება, სტრუქტურა არიციან, ნიუსის წარმოება არიციან. კამერა არ აუღიათ ხელში, არასოდეს არ გადაუღიათ არაფერი. გელა, ზუსტად მაგას ვსაუბრობ. მოვიდნენ სტუდენტები, რომლებსაც არაფერი არ აინტერესებდათ, უნდათ მხოლოდ ჩათვლა თუ რაღაც დაგვეწერა, რომ აი მათ გაიარეს პრაქტიკა. ანუ კრედიტი რომ მოეპოვებინათ მერე. ხო რა, როგორც არის. ხო, კრედიტი მოეპოვებინათ. მე ვუთხარი, ჩვენ ამას ისე არ გავაკეთებთ, თუ ისინი არ იმუშავებდნენ, ანუ თუ არ მოიტანდნენ იმ პროდუქციას არ შექმნიდნენ. მეორე დღეს აღარ გამოჩენილა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მერე სტუდენტების მოსაზრებებიც. ანუ არ აინტერესებთ სტუდენტებს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სტუდენტების ბრალი. ეს არის ლექტორების ბრალი. ორივე ჯამში ყველასი ერთად ბრალია რა. აი თქვენ ახლა რა პრობლემებზეც ისაუბრეთ? ამ ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის. პრობლემა ის კი არ არის, რაზე თქვენ ისაუბრეთ. თქვენ ახართ პრობლემა, ამაზე რო მე რომ ამაზე ვსაუბრო. რა პრობლემებია უნივერსიტეტში და რაში ხედავთ გამოსავალს? სტუდენტური ცხოვრება არ არსებობს უნივერსიტეტს. არ აქვს იმის საშუალება რომ სტუდენტი შეუქმნას ესეთი გარემო რომ აქ სასწავლებლად გააჩეროს სტუდენტი და ისწავლოს იმ გარემოში რომელიც სხვა უნივერსიტეტების თავაზობენ. თელავის უნივერსიტეტს ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, იმასაც განვიხილავ რომ არაპროფესიონალიზმით შეიძლება ითქვას. თან ცოტა დიდიც, იმიტომ რომ არიან მოწვეული მასწავლებლები, როცა უნდა იყვნენ მოწვეული, უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე პიროვნებები, ისეთი რექტორი უნდა შეირჩეს და ისეთი რექტორი უნდა აირჩიოს, ვინც უნივერსიტეტის ღირსია და ვინც ამ ყველაფერს პრობლემას მოაგვარებს და ვისაც აქვს ამის ალტერნატიული ხედვა, მაგრამ დღეს უნივერსიტეტში ამის ალტერნატიული ხედვა ვფიქრობ რომ არ ჩანს. ერთი წიგნი მაინც უნდა იდოს უნივერსიტეტში, გარკვეული საგნის რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელოთ ამითი. ნუ მაქვს შეხება GPI-სთანაც და სხვადასხვა უნივერსიტეტთანაც ხშირად მიწევს ურთიერთობა იმ ბავშვებთან და სწავლის დონით აი ნოლი ვართ იმ ადამიანებთან. ეს უნივერსიტეტი არ არის, ეს არის დიდი სკოლა. გავდივართ სკოლის მასალას. უნივერსიტეტს არ გააჩნია ლაბორატორია, შესაბამისი კვლევა ვაწარმოო აქ. ამისათვის მე დამჭირდა მომეძია დავუშვათ ევროპული წამყვანი უნივერსიტეტები, სადაც შესაბამისი ლაბორატორია იყო და მე ფიქრე დავუშვათ იმ დაფინანსებაზე, რომელიც საჭიროა რომ იქ წავიდე, ეს ანალიზები ჩავატარო და ასე ვთქვათ, ჩემი სადისერტაციო ნაშრომი გავაკეთო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს პრაქტიკული ნაწილები, რომელიც აუცილებელია დავუშვათ იგივე მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, აქვე უნდა იყოს შესაძლებლობა ამის გაკეთების. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმაჩნია შეფასების სისტემა, რომელიც ახლა დაინერგა და ვფიქრობს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია რომ ეს ძალიან არის მოგებული სტუდენტებთან, მაგრამ ჩემი აზრით ეს ყოველად მიუღებელია ჩვენთვის. არის ჟურნალები, რომელიც გვისახავს ეს სკოლის სიტუაციას და გვიქმნის სკოლის გარემოს. პრეზენტაცია როგორც ასეთი ვერ ხერხდება თვითონ სლაიდ-შოუს ჩაბარება, არ არის ჩვეულებრივი ტექნიკა, არ არის კიდევ ლისენინგი, როგორც აღვნიშნე ინგლისურთან დაკავშირებით, რომ მოვისმინოთ ან იმას აკნა, როდესაც
ეროვნულებზე ვარდება ესენი ლისენინგით გამოცდები და უნივერსიტეტს არ გააჩნია ამის პირობები, რომ ჩვენ ეს განვახორციელოთ და კარგად ჩავაბაროთ. ანუ ნიშანს რომ ესე უაზროდ დაგიწერს შენი ახლობელი ლექტორი თუნდაც მოდი რა მე ის ბავშვი რაც იფიქრებს მოდი არ ვისწავლი ნიშანს მაინც მიწერენ წავალ გავერთობი დავლევ ვივლი ვიჩხუბებ რა პრობლემაა და თელავში მეტი არაფერი არ ხდება ხო რომ დავაკვირდებით პრობლემაა ის რომ დღესობით თელავის უნივერსიტეტს ნაკლები კონკურენციის გაწევა შეუძლია სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით და ადგილობრივ სტუდენტებს საგამთავრებო სტუდენტებს ნაკლები პერსპექტივა აქვს მუშაობის დაწყების სამსახურებში ალბათ ეს სტუდენტების ბრალიც არის, რადგან ნაკლებად აქტიური სტუდენტები არიან და ნაკლებად ერთობიან უნივერსიტეტის საქმიანობაში და ნაკლები ინტერესი მოდის მაგრამ. ძირითადი პრობლემა რომელიც არის ასე ვთქვათ, ბავშვების ნაკლებობა 2011 წლიდან იწყება უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობის კლება. Აი ოფიციალური სტატისტიკა რაც ჩვენ უნივერსიტეტიდან მოიპოვეთ, ესე იგი ჩარიცხულთა რაოდენობა არის ასეთი. 2011 წელს 602 სტუდენტია, 2012 წელს 442, 2013 წელს 360, ნახეთ როგორია კლება, 2014 წელს ბაკალავრიაში 21 სპეციალობაზე მხოლოდ 179-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. მიიღება 785 ადგილზე იყო გამოცხადებული, თუმცა ადგილების მხოლოდ 23% შეივსო. წელს შესაძლებელია, ანუ მესმის რომ გასულ წელს ზოგადად მცირე რაოდენობით შეივსო სხვადასხვა უნივერსიტეტებში ეს ადგილები, მაგრამ ეს პროცესი მუდმივად გაგრძელდება. ძალიან 23%, არა, ან ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ხარისხია დაბალი, აბიტურიენტების რაოდენობა ნაკლები, უმაღლესი სასწავლებლებისში ადგილების რაოდენობა ბევრი, ანუ ორ ადგილზე მოდის ერთი აბიტურიენტი. პრაქტიკულად საქართველოში მე მაგ საკითხზე მქონდა საუბარი რა ეს გამოწვევა რეალურად რომელიც უნდა მოაგვაროს უმაღლესმა სასწავლებელმა ანუ უნდა შესთავაზო ახალი უკეთესი ძალიან მარტივად მომთხოვნელობა როგორცაც მოსთხოვ შენს რასაც მოსთხოვ სტუდენტს ისეთი იქნება შედეგიც ფიქრობთ რომ რამე შეიძლება სწრაფად შეიცვალოს სწრაფად არ შეიძლება თუ არ მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება და რაღაც ჩანაცვლება არა ყველასი მესმის აი ზუსტად ამას ჭირდება მე ვნახე ადამიანები რომელსაც ეძინებათ დარბაზში და ის ლექციაზე ლექტორები მაგრამ აბა კითხეთ ახლა ეგენი როგორი სპეციალისტები არიან არა ერთი წამით რა მისი სტატუსი არის ერთი და მეორეა მერას მაძლევს ერთ-ერთ ჩემს მეგობართან მქონდა საუბარი აი ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ნუ ხო ხედავთ რა მდგომარეობაშია და მოდი შევეცადოთ კიდევ რომ შევცვალოთ ეს სიტუაცია ხო შევძელით ეს 2004-დან დიდი ტკივილებისა და დიდი ცილისწამების ნიაღურის მიუხედავად ხო შევძელით ეს ხო ნუ რას გეტყვიო იცი გმირი არა ვარო რა რეალურად ამ რექტორის ახალი რექტორის არჩევა ხდება ოღონდ წინა რექტორს გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული აქვს სასამართლოში აი ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ ავთო ღელაღუტაშვილის კომენტარს და შემდგომ გავაგრძელოთ მონადირეები დავსანადიროთ რო აპირებენ წასვლას დათვი არ მოუკლავთ და ტყავს რო იყვნენ და ჩხუბი რო მოდის დაახლოებით ზოგადად ამაშევამას ასე შევაფასებ ამ პროცესს და მეორე მხარე არის კიდევ მე მგონი ადამიანების გარკვეულ ნაწილს ახლა ამბიცია დასრულებული ჰქონდათ გასაგები მაგრამ ხანდახან ილუსტრირებასაც ახდენენ ხოლმე იმ თავისი დაუვაგებელი სურვილების და 4-ვე კანდიდატმა დაუშვათ ამ შემთხვევაში ხო იცოდა რომ ეს პროცესი არის ახლა იწყება და აუცილებლად გასრულდება ჩემი გამარჯვებით იმიტომ რომ ისეთივე დამნაშავე ვარ რომ დაუშვათ როგორც თქვენ და ამ ნებისმიერ იმიტომ რომ არაფერ შუაში არ არის ეს ხო ნუ აშკარად შეთეთხმენი მაგრამ აქცენტს აკეთებენ დროზე რომ რაღაც 6 თვიან ვადაში უნდა ჩაეტიონ გასაგებია სავარაუდოდ 6 თვის განმავლობაში დავა არ დასრულდება ხო არა რატო პირიქით დასრულდება დავა დასრულდება ძალიან მალე მაქსიმუმ 4 მოსმენაში მე ვთქვი და ზოგადად რა იყო მეთქი ესე საჩქაროდ ამის გადაწყვეტა რომ აი გინდათ რა უნდა ჩავატარდე აი ბევრი რამეა გასაკეთებელი და მე ლეგიტიმაცია ყველას აქვს მოვალეობის შემსრულებელსაც აქვს რეორგანიზაციას ვერ დავიწყებ მოვალეობის შემსრულებლის სტატუსითო რატო არ ვიცი აბსოლუტურად ანუ აბსოლუტურად ლეგიტიმაცია ყველაფერს აბსოლუტურად რა დარწმუნებულია რომ გაიმარჯვებს ანუ ავთანდილ ღელაღუტაშვილი არის დარწმუნებული პრაქტიკულად მეც ვარ დარწმუნებული რომ გაიმარჯვებს თქვენს ხართ დარწმუნებული და რისთვის ატარებთ ამ რექტორის არჩევნებს მე შეგიძლია არ მოვიდნენ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით აკადემიური საბჭოს წევრები არ მოვიდნენ თუმცა ჩვენ გვაქვს ასევე ირმა შიოშვილის და სხვების პოზიციები რომელიც შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს ავთანდილ ღელაღუტაშვილის საკითხი სავარაუდოდ კაი ხანი კიდე არ გადაწყდება და აკადემიური საბჭო ამდენი ხანი ვერ მოითმენდა მე რექტორის მოვალეობის სტატუსით იმ ღონისძიებებს ვერ გავატარებდი რაც დღეს ჭირდება უნივერსიტეტს დრო აღარ იქნება რაზე რას ამბობთ რეორგანიზაციას გულს ხო
ან რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლება არ აქვს ორგანიზაცია გაკეთოს? უფლება აქვს, მაგრამ ამ სტატუსით მე ამხელა პასუხისგებლობას თავის-თავზე უბრალოდ ადამიანური და პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე არ ავიღებდი. ასეთი მკვეთრი ნაბიჯები რომ გადადგა და ასეთი რეორგანიზაცია გააკეთო, რაც გულისხმობს სამსახურების გაერთიანებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აპირებთ ამას რექტორად არჩევის შემთხვევაში? აბა რეორგანიზაცია რა თქმა უნდა, რეორგანიზაციას ვაპირებ. ამ სტატუსით არც ერთი ჩემს ადგილზე თუ სტატუსი რექტორის არ ექნებოდა ამ ღონისძიებებს არ გაატარებდა. თვითონ ავთანდილ ღელეღუტაშვილს თელი ერთი წლის მანძილზე ეს ღონისძიებები არ გაუტარებია. რატო? არ ვიცი. ეს მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი რექტორის ჰქონდა. ხმის მოადგილე იყავით. რექტორის მოადგილე რეორგანიზაციას არ ატარებს. არა, ხომ არა, ხო შეგიძლიათ გერჩია წინადადება მიგეწოდებინათ ურჩიეთ და მზაობა პირველი პირისგან უნდა მოდიოდეს. საჩივრდებოდა ჩამოართვეს ეს პროფესორის ხარისხს და ვთვლი რომ უკანონოდ ჩამოართვეს და ბევრი ვთვლით, მაგრამ განათლების კანონში დევს რომ უნდა დაგვენიშნოს, ჩვენ ვერ დაველოდებით და თუ გაამართლებენ მას და აღუდგენენ ამ პროფესორის ხარისხს, ალბათ მე სამართლებრივად როგორც არის ესე გაგრძელდება, არ ვიცი ხა. აკადემიური საბჭო იმ გადაწყვეტილებას რაც სასამართლო მიიღებს, იმას აღასრულებს და აკადემიური საბჭო თავის შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს. წესდების მიხედვით რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 6 თვე ასრულებს მოვალეობას. შესაბამისად, უნდა დამთავრებულიყო. მოდი ასე ვთქვათ რა, ეს არ არის საქმე, რომელიც შეიძლება გაიწელოს წლები. აქ არის 2-3 მესამე ჯერ, ხო? ხო, ეს არა პირველი სხდომა. მეხუთე თვიდან დაიწყო. ხო და პირველი სხდომა ტარდება 23 მარტს. ნუ ერთი თვის მერე ჩატარდეს მეორე სხდომა 23 აპრილს. ერთი თვის მერე 23 მაისს მესამე სხდომა. 24 ივნისს კიდე ჩამოვთვალოთ, ხო, მეოთხე სხდომა. ეს ხო არ არის რაღაცა უთვალავი ადამიანი დასაკითხი და გამოსაძიებელი, ხო? აქ არის საუბარი ელემენტარულ რაღაცაზე, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ ის დოკუმენტი, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წავიდა, რის საფუძველზეც შეუჩერდა ავთო ღელაღუტაშვილს დოქტორი, შეუჩერდა თუ გაუუქმდა ის დოქტორის დიპლომი, ეს არის არასწორი. რომ ეს ამ დოკუმენტს არ უმუშავია, ეს დოკუმენტი არ არის და შესაბამისად, აი ნუ კიდე როგორ გითხრათ რა, ანუ სრულიად უთავბოლოდ არის განთავისუფლებული ეს კაცი თავისი თანამდებობიდან. და რაც ერთი რამ მინდა კიდევ აღნიშნო, ესე იგი, რასაც ვაკურდებით, განსაკუთრებით ბოლო 6 წლის განმავლობაში, აი ყველა რექტორის წინააღმდეგ მუდმივად მიდის ეს რაღაცა დავა, ჩივილი, თქვენც გადანაშაულებდნენ დიპლომების გაგდაში, რომელიც ჩვენ არ მოგვიკვლევია სამცხაოდ, ამიტომ მე ეს საკითხი დეტალურად არ ვიცი, წუხوار. ზათავარ ნებისმიერ თემაზე. მაგრამ ასევე რაღაც ნეპოტიზმში გადანაშაულებენ, რომ თქვენც მაიკ ადმინისტრაციის უპროსია ახლა და რატომ იყრიდით ახლა რექტორად კენჭს და თქვენს წინააღმდეგ მე თინათი ჯავახიშვილი შეუჩერეს იმის გამო, რომ ასაც არ ქონდა ეს პროფესორის სტატუსი. კი ბატონო, მე ავთანდილ ღელაღუტაშვილს უჩივლეს, აი მუდმივად, აი ეს მუდმივად თელავის უნივერსიტეტში არის ეს საჩივრების რაღაცა მანქანა, რომელიც მუშაობს, ერთ-ეგივე ლექტორები ჩივიან და ეს ყველაფერი აი რეალურად მივიყავართ უნივერსიტეტის დისკრედიტაციამდე. დიახ, როგორ კარგად გესმით პრობლემა. ზუსტად მაგაშია საქმე. პრაქტიკულად აი ეს ყველაფერი რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, შენ ძალიან ცუდი აზრის კენ მიყავ ხარ ამ ყველაფერს. ეს არის ამ მიზანმიმართული ქმედება ცუდისთვის. რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ არის ჩაფიქრებული. სხვას ვერაფერს ვერ დაარქმევ. მე არ ვიცი თქვენი ტყვეთი თუ არა, მაგრამ ეხა მე ვიცი ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად აკეთებდნენ ფულს და ჩართული იყვნენ კორუფციაში, რომ მაგალითად სტუდენტის ჩარიცხვა ამ ფაკულტეტზე ღირდა 1000 ლარი, მეორე ფაკულტეტზე 2000 ლარი, 3000 ლარი, 400 ლარი, 300 ლარი და ამ შემდეგ და მათთან ესე თანხა მიდიოდა. ეს ადამიანები ხედავ რომ დღეს რაღაცა ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან. 2004-ში რექტორი რო გავხდიმე, პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო ფასიანი სექტორის გადასახადი გავზარდე. და აი ის თანხა რომელზეც თქვენ საუბრობდით, ხო? ლევათ რო იხდიდნენ მაპატიეთ ვიღაცებთან სტუდენტები, ის თანხა მოკლედ ესე ვთქვათ, გავაправე და შეტანილი იქნა უნივერსიტეტის ბიუჯეტში. კიდე ერთი კითხვა მაქვს, ანუ და დავასრულოთ გადაცემა. სავარაუდოდ დღეს რაც ვნახეთ, ხვალ რექტორად აირჩევენ ირმა შიოშვილს. დიდი ალბათობით. ესე იგი წარმატებები უსურვოთ გალბატონ ირმას. კი ბატონო, უსურვოთ წარმატებები. თუმცა მაინც მგონია რომ მოკლევადიანი რექტორი იქნება, იმიტომ რომ ეს რატომღაც მე რაც მაქვს ხელმისაწვდომობა დოკუმენტაციაზე, სასამართლო დიდი ალბათობით ავთანდილ ღელაღუტაშვილს აღადგენს რექტორის თანამდებობაზე. ჩემი ვარაუდით, რა თქმა უნდა.
ასევე იყო ინფორმაცია, რომ აკადემიური თქვენ რომ არ მოგეხსნათ კანდიდატურა, აკადემიური საბჭოს წევრებს არ ქონდათ სხვა არჩევანი, არ მიეცათ ხმა ირმა შიაშვილისთვის, იმიტომ რომ ძალოვანების მხრიდან იყო მათზე დავალება გაცემული. გულისხმობს სულს. ჩვენ ერთ-ერთმა საბჭოს წევრმა დაგვიდასტურა, რომ ეს ადრე უფრო ხდებოდა, ვიდრე ახლაო. უფრო ოღონდ და ვის დროს თქვა აი იგივე ბოლო რექტორი როცა ავირჩიეთო ანუ როცა ღელაღუტაშვილი აირჩიეს თანამდებობაზე მაშინაც როგორც ჩანს ჩამორეკეს სუსიდან რომ უნდა ხმა მისცეთ ავტოს ინფორმაცია იმის შესახებ რომ რექტორის არჩევნები წინასწარ არის გადაწყვეტილი ჩვენ რაც გვაქვს მაგალითად რომ საბჭოს წევრები იმაშიაშვილს იმის გამო რომ სუსიდან არის ასეთი დავალება არა მე ჩემთან არ ყოფილა არანაირი ზარი მართლა გეუბნებით არ ვიცი ხა როგორ დაგარწმუნოთ მართლა არ ყოფილა არსაიდან იყო ადრე წინა არჩევნებზე რაღაც ვის არჩევნებს იყო წინა სხვა დროს ყოფილა აი რაღაცა დიდი ხანია თქვენ აკადემიური საბჭოს წევრი ხართ? კი, 3 წელია ვარ საბჭო მეორე ვარ უკვე. ანუ ღელაღუტაშვილის არჩევის პერიოდშიც იყო? კი. ართვანდილ ღელაღუტაშვილი აირჩია უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უმრავლესობით, მისი ხმა იყო გადამწყვეტი, რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ ზეწოლას, რომ სხვა გადაწყვეტილება არ მიეღოთ მათ. პირიქით მოხდა? პირიქით მოხდა. სინამდვილეში? სინამდვილეში პირიქით მოხდა. ეხლა შესაბამისად, დღეს განვითარებული პროცესები, ხო, იგივე ავთოსთან დაკავშირებული პროცესები, ცოტა უფრო სხვა მიმართულება ეძლევა აი ამ ყველაფერს და სხვა მიმართულება აქვს ცოტა უფრო. შესაბამისად, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქტიური ჩარევა აი ამ პროცესებში, იგივე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, იგივე აი უფრო მართალი ვთქვამთ რა, რომ წინა იმაზე იყო მაგალითად მე საქმეს რო სჭირდებოდა თანახმა ვიყავი რომ იგივე თანამშრომლების თხოვნით რომ კენჭი მეყარა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ახლა რექტორალი კაცი რო დათანხმდება რომ მოდი ფაკულტეტის უხელმძღვანელებდა მთელი ატალახება ზუსტად იგივე ძალოვანი სტრუქტურებისა რომ გოცირიძე იქ არ უნდა მივიდეს ფაკულტეტის დეკანი არ უნდა გახდეს მოკლედ ეს ყველაფერი აკადემიურმა საბჭოს იმ ერთმა წევრმა ალბათ ეს გითხრათ და ღიად არ გითხრათ სხვა დანარჩენი. მე აქ უფრო იცით როგორ არის თვითონ ადამიანების დამოკიდებულებაზე მაქვს მე საუბარი. ვინც რაც არ უნდა გითხრას. მე მიკვირს იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან თავიანთ შეხედულებას ხაზი გადაუსვან და ვიღაცას დაემორჩილონ. სხვანაირების ხედან დღეს აკადემიურ საბჭოში თქვენი აზრით? არა, ასეთები არიან ზუსტად, ხო? ესეთები არიან. გაცემა უნდა დავასრულოთ. უწუხარ, მაგრამ თელავის უნივერსიტეტი სამწუხაროდ მართლაც ძალიან ძიმე მდგომარეობაშია. გისურვებდით და ვისურვებდი, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე. თუმცა მე რაც შეიძლება მალე, მაგრამ მე ვერ ვხედავ დღეს რაც მე მოვიხილე და ვნახე, იქ ჩამოძინებული ლექტორები, სტუდენტების მხრიდან აბსოლუტური აი სრული უინტერესობა, ასევე ანუ ნახევრად ცარიელი დარბაზებში ჩატარებული ეს კონცეფციის განხილვა, არავის არ აინტერესებს უნივერსიტეტის მომავალი. ხო, დაუშვათ ავთანდილ ღელაღუტაშვილი, ხო შეიძლება არ აღადგინოს სასამართლომ. მომდენო 4 წლის განმავლობაში ხო უნდა უხელმძღვანელოს ახალმა რექტორმა უნივერსიტეტს. ხო. ხომ ასია? მომდენო 4 წლის განმავლობაში რექტორი რას გთავაზობს, რას გავაკეთებო, ხომ უნდა გაინტერესებდეს? არავის არ აინტერესებს. გეთანხმებით და აუცილებლად უნივერსიტეტის უკეთესი გამოსავალი იქნება უნივერსიტეტში მომუშავე გონიერი ადამიანების გაერთიანება იმ მიზნისაკენ რომ შექმნილ რთულ სიტუაციაში ცოტა უფრო უკეთესი მდგომარეობა მივიღოთ. ხედავთ ამის შესაძლებლობას? სურვილი შემთხვევაში არის. კარგი, დიდი მადლობა. დავასრულოთ გადაცემა და ვნახოთ როგორ ჩაივლის რექტორის არჩევნები. პრინციპში წინასწარ ვიცით შედეგი, მაგრამ მაინც. ნახვამდის.